ჩემი ფიქრები არის ყოველთვის აი მეგობრებზე ვფიქრობ, ხან როცა შავადკვირა არის და მეგობრებს რო ვერ ნახულობ, ბევრს მაგ დროს ვფიქრობ მეგობრებზე. ანუ გინდა გენატრებიან უკვე რო ნახულო? იმასთან იმედი მაქვს, რომ ბანაკშიც ბევრი იქნებიან. ბანაკში იქნებიან. ელენე ვარდოსანიძე რაზე ფიქრობს? ერთი ძალიან მაინტერესებს ჩემი საყვარელი მეგობარი. განსხვავებულ დროს სხვადასხვა ფიქრები მაქვს ხოლმე სკოლაში, მაგალითად სწავლაზე ვფიქრობ, უფრო ძირითადად. ტაძარში ლოცვებზე. ნაცვალე. პირადი ფიქრები? აი, შენ ყავს საუკეთესო მეგობარი ელენე? დიახ. აბა ვინ არის შენი საუკეთესო მეგობარი? ანასტასია ბიცკინაშვილი. ანასტასია, ძალიან კარგი. აბა მარიამი რაზე ფიქრობს ერთი? მასწავლებელო, მე ვფიქრობ ღმერთზე. აბა აი ღმერთზე რო ფიქრობ, აი ღმერთზე. რას ფიქრობ ხოლმე? აი რას ნიშნავს ღმერთზე რო ფიქრობ? მასწავლებელო, იმას რომ რაც გააკეთა ჩვენთვის, იმაზე ვფიქრობ, ჩვენ გამო როგორ გაეკრა ჯვარზე, რომ 64-ში მომხვდარიყავით. ანუ შენ იმაზე ფიქრობ, რომ ღმერთმა რა გააკეთა შენთვის, ხო? დიახ, მას. რა გააკეთა? დიახ, ნახეთ მარიამს რა საინტერესო ფიქრები აქვს. ღმერთმა რა გააკეთა ჩვენთვის. მათე, იცი რომ იქ ღმერთს შენზეც ფიქრობდა, მართალია ეს იყო 2000 წლის წინ, მაგრამ აი ჩვენ ესე გვასწავლის ბიბლია, რომ ღმერთი ჩვენ ოდითგან გვიცნობდა, სანამ სამყაროს შექმნიდა, უკვე გვიცნობდა ჩვენ წინასწარ ყველას. ისიც კი იცის, რამდენი წელი უნდა ვიცხოვროთ, როგორი მომავალი გვექნება, რამდენი ხანი მოგცა წუთი სოფელში ღმერთმა, ეს თურმე ღმერთს ყველაფერი წინასწარ ცნობილია. აი ესეც კი წერია სწავლებაში, რომ ღმერთმა ხო გარკვეული დრო მოგცა ეს და თან მისია დაგვავალა, მისია არის დავალება, რომ აი ღმერთმა სიტყვაზე მათეს ან ელენეს დაუწესა, რომ აი შენ უნდა იყო თქვათ ექიმი ან მასწავლებელი ან სპორტსმენი ან რაღაც. ხო და რისი მისიაც მისცაო, ასე წერს წმინდა წერილი, იმის ნიჭიც მისცაო, რომ ის როგორ შეასრულოს. აი ესეთი სწავლება გვაქვს. ხო და ეხლა ძალიან დამაფიქრა მე მარიამის ამ ესე იგი ფიქრმა, რომ ის თურმე ფიქრობს, რომ აბა ღმერთმა რა გააკეთა ჩვენთვის და რა საინტერესოა, ხო, როცა გებულობ, რომ ღმერთმა, როცა შენ ჯერ კიდე მოვლინებული არ იყავი, შენი ცხოვრების ყველა ცოდვა თვითონ იტკივილა და ჯვარზე გააკრა. ნახე რა საინტერესოა ფიქრი. ხო და მე ეკლესია გვასწავლის, თუ ასე გაიგებ, რომ ღმერთი ამდენს ფიქრობს შენზე, ამდენი განიცადა, ამდენი იტკივილა, ხო რის გამო? ისმის შეკითხვა. მათე, შენი აზრით, ადამიანებმა რომ ღმერთი გააკრეს ჯვარზე, ადამიანი უფრო ძლიერია თუ ღმერთი? ღმერთი მას. ხო და თუ ღმერთი უფრო ძლიერია ვიდრე ადამიანი, ადამიანებმა როგორ გააკრეს ჯვარზე? მოერივნენ? მას ხალხის გულისთვის ეწამა მას ქრისტე. ხო და ანუ მოერივნენ ადამიანები, ილია მოერივნენ შენი აზრით? ამას უნდა რომ ჩვენი ცოდვები გაეკრა ჯვარზე და მოითმინა. მოითმინა, ანუ ღმერთს შეეძლო ხო დაემარცხებინა ადამიანები, მაგრამ ჩვენი ცოდვები მათ ეტკინებოდა? თუ ის აღარ გაეკვირდა
ჯვარზე და ამიტომ ის ჩვენს გადარჩენაზე ფიქრობდა. ნახეთ რა საინტერესოა ფიქრი. უცბად ამ ფიქრში ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ღმერთს კი შეეძლო, რომ მთელი ამხელა ადამიანები დაემარცხებინა თავისი ძალით, მაგრამ ღმერთმა ეს ძალა არ გამოიყენა და ეს ტკივილები დაითმინა და თურმე ეს ტკივილები ყოფილა ჩვენი ცოდვების ცოდვები რო გვაპატიოს იმ ტკივილების დათმენის პროცესი და თუ ის არ მოითმენდა, თუ ის არ ეწამებოდა, ჩვენ არანაირი შანსი არ გვექნებოდა მერე რომ დაგვებრუნებინა ჩვენი დაკარგული სამოთხე. ნახე რა საინტერესოა ფიქრი. მოდი ნელ-ნელა მე ახლა მიუყვები ჩვენს დღევანდელ გასაკვეთს და ვნახოთ ჩვენ ფიქრები როგორ შეიცვლება და რანაირ სახეს მიიღებს ბოლოსკენ. ჩემო ძვირფასებო, მინდა გითხრათ, რომ აი თქვენ გახსოვთ, რომ ადამიანს ღმერთმა მისცა სხეული და სული. ადრე თურმე ჩემო ძვირფასებო მეცნიერულ წრეს ყველას ეგონა, რომ ფიქრი იყო, აი ადამიანს ხო ტვინი აქვს და ტვინით ფიქრობს, ხო? აზროვნებს და ფიქრობს. მეცნიერების, ზოგადად მეცნიერებას მიაჩნდა, რომ თურმე ფიქრი, აზრი ყოფილა ტვინის პროდუქტი, ანუ ტვინიდან ღებულობს ადამიანი, ტვინიდან იწყებს ფიქრს. და პირველად მსოფლიო მეცნიერებაში ქართველმა მეცნიერმა, დიდმა ფსიქოლოგმა და პედაგოგმა, ჩვენმა საყვარელმა შალვა ამონაშვილმა განაცხადა, რომ არაო, ფიქრი და აზრი არ არის ტვინის პროდუქტიო. ეს არის სულის პროდუქტიო, ანუ სულიდან მოდისო ფიქრიო. ეხლა უყურეთ, ანახეთ, ორი აზრია. ერთი ამბობს მეცნიერების უმეტესობა, რომ ტვინიდან მოდის, მეორე ბატონი შალვა ამბობს, რომ მოდის სულიდან. ეხლა რა მნიშვნელობა აქვს? ყურადღებით მოусმინეთ. თუ ტვინიდან მოდის, ტვინი არის მატერიალური. მატერიალური იცით თქვენ, რომ რაც ჩვენ დედამიწაზე მოხდით, ადამიანი მატერიალურად მოკვდავი გახდა. სულით უკვდავი დარჩა. თუ ტვინის პროდუქტია ფიქრი, მაშინ გამოდის, რომ ჩვენი ფიქრები დროებითია, ანუ მატერიალურია. დღეს არის, ხვალე აღარ იქნება და არც არასდროს აღარ იქნება. მაგრამ თუ სულიერია, ჩვენ როგორი სული მოგცა ღმერთმა? აბა, ვინ მეტყვის? ღმერთმა როგორი სული მოგცა? ელენე, აბა შენ მითხარი. უკვდავის სული მოგცა. უკვდავის სული. ნახეთ რა საინტერესოა, თუ უკვდავის სული მოგცა, მაშინ გამოდის და თუ სულიდან მოდის ფიქრები, მაშინ გამოდის, რომ ჩვენი ფიქრები და აზრებიც უკვდავი ყოფილა, როგორც ჩვენი სულია. აი ეს ორი დიდი, აი თითქოს ერთი შეხედვით რა დიდი განსხვავება, მაგრამ აი რომ მიუყვეთ, რამხელა დიდი განსხვავება ყოფილა. ახლა მოდი მე მოვყვები ერთ ამბავს და თქვენ ამით მერე, ესე იგი, რომელი სწორი აზრია უკვე მიხვდებით. ეხლა ბატონმა შალვამ ნახეთ რა გააკეთა. ასეთი რამე თქვა, რომ ადამიანის ფიქრს თურმე ასეთი თვისება ქონია. ზოგჯერ ჩემი ფიქრი მიდის ჩემგან. ჩემი ფიქრი, ჩემი აზრი წავიდა ჩემგან შორს. ასევე მეცნიერული აზრია, რომ ერთნაირი ფიქრები ერთად იყრიან თავს. მაგალითად, მე და მათე მელიქიშვილმა თუ ორივე ვიფიქრეთ სიტყვაზე სამშობლოს კეთილდღეობაზე. აი სამშობლოს როგორ მოვეხმაროთ, გორელოვკის სოფელს როგორ დავეხმაროთ, როგორ წინ წავწიოთ, სოფელში რა შეიძლება გაკეთდეს, რომ იქ შეიძლება მოძღვარი არ აყავთ და ვიფიქროთ, აი მოძღვარი როგორ, ეკლესია როგორ ავაშენოთ, რაღაცა კარგი ფიქრი სამშობლოზე, ხო შეიძლება სკოლას დავეხმაროთ რაღაცაში, ან თუნდაც აი ჩვენი შეხვედრა მოხდეს, ან
სიტყვაზე ერთად დავგეგმოთ სვეტიცხოველში წასვლაზე და კვართს მივეახლოთ და ასე შემდეგ. ხო, მოკლედ, ჩემი ფიქრით სამშობლოს ეძღვნება, მათ ეს ფიქრით სამშობლოს ეძღვნება. თურმე, ჩემო ძვირფასებო, ჩვენი ფიქრები ჩვენიდან რომ მიდის, სადღაც ერთ სივრცეში იყრიან თავს. ხო და მსგავსი ფიქრები თურმე ასე ერთად დაჯგუფდებიან. აი, მაგალითად, თუ ორივე სამშობლოზე ფიქრობთ მე და მათე, ჩვენი ფიქრები შეხვდებიან რაღაც A პუნქტში, თქვათ. აი, მაგალითად, ეხლა ეკატერინე სიტყვაზე ფიქრობს, კაი სადილი მოამზადოს. ტობრები ყავს სიტყვაზე და ფიქრობს, აი, რაღაცა ახალი სადილი ელენე ზადამიძეც ამ ეტაპზე ფიქრობს, რომ აბა რაღაცა კარგი კერძი მოამზადოს რაღაცა და ეხლა ამათი ფიქრები ვინაიდან გადაიკვეთა ერთმანეთზე, ამათი ფიქრები სადღაც B პუნქტზე შეხვდებიან ერთმანეთს. სიტყვაზე ანანო გოზალიშვილის ფიქრი და ჩვენი საყვარელი მარიამ ახმეტელის ფიქრი თუ ორივესი არის სიყვარულზე, სადღაც სიყვარულის C პუნქტში შეხვდებიან ერთმანეთს. ნინო ჯამბაზიშვილმა თუ სიყვარულზე იფიქრა, შენ ფიქრებსაც შეხვდებიან ნინო ჩემო ძვირფასო და ასე თურმე ნაწილდებიან. ხო და ეს ჯგუფში შეიძლება ასობით და ათასობით ფიქრი მოხდეს. ეხლა რა თვისება ქონია თურმე ჩვენ ფიქრებს. აი, ჩვენიდან ხო წავიდა ეს ფიქრი. დროთა განმავლობაში თურმე შეიძლება ჩვენი ფიქრი ჩვენვე დაგვიბრუნდეს. შეიძლება 2 დღის ინტერვალში, შეიძლება 2 თვის ინტერვალში და შეიძლება 2 წლის ინტერვალშიც კი და 20 წლის ინტერვალშიც კი ჩვენი ბავშვობის ფიქრი შეიძლება აგერ უკვე პედაგოგობის პერიოდში ნანა მასწავლებელს თავისი ბავშვური ფიქრობით, ვაიმე ეს ხო საიდან წამომივიდა გაუკვირდება ადამიანი. მაგრამ უყურეთ საინტერესო რა ყოფილა. ის შალო ამონაშვილი ამბობს, რომ მარტო შენი ფიქრი კი აღარ მოდის შენთან. თან წამოიყოლებს თავის მეგობრებსო. ანუ შეიძლება მათე მელიქიშვილის ფიქრი ჩემთან მოვიდეს ბავშვებო. და წამოიყოლოს კიდე 10 და 20 ჩემთვის უცნობი ადამიანის ფიქრი. ანუ მე ერთი ფიქრი გავუშვი, ანუ 2 ფიქრი. და იმან სამაგიეროდ 2 თვის მერე მომიტანოს 4 თუნდაც 40 ფიქრი და აზრი. აი ესეთი საინტერესო ყოფილა ეს პროცესი. მე ჩემ თავზე რომ არ მქონდეს გამოცდილი, ასე დაბეჯითებით ვერ ვისაუბრებდი ამას. თქვენ იცით რომ სამშობლოს წოდნეობის სახელმძღვანელო უკვე სკოლისთვის 7 ასეთი სახელმძღვანელო არსებობს და მინდა გითხრათ რომ 6 სახელმძღვანელო ამ პრინციპით არის გამართული. აი ესე ჩამოვწერე საკითხები, რომელიც მჭირდებოდა, მერე დილით საკითხები პირველ საკითხს გავაგზავნიდი ჩემს ესე იგი აზროვნებაში სადღაც A პუნქტში და ველოდებოდი მე, როდის მოვიდოდა მრავალი სხვა ფიქრი, რომელიც ამ თემას ეძღვნებოდა და გაშლილი მქონდა გამზადებული, როგორცვე დაიწყებდა ჩემთვის ეს ფიქრები შემოსვლა, სასწრაფოდ ვინიშნავდი, რომ არ დამვიწყებოდა და ეს დიდი ხნის პროცესი არ არის, მალე მთავრდება ეს პროცესი და მე უკვე ვმუშაობდი ეს მოტანილი ფიქრები, რომელიც ჩემი ფიქრმა გამოაყოლა სხვადასხვა ადამიანის ფიქრი, როგორ ესე იგი მომეყვანა, როგორ ჩემესხა ხორცი მოკლედ. აი ესე მართლაც ღვთის მადრითა და წყალობით სწორე გამოდგა შალო ამონაშვილი და გამოვიდა რომ თუ ჩვენი ფიქრი ჩვენვე გვიბრუნდება და თუ ჩვენ დავაკვირდებით, ნამდვილად გვიბრუნდება წლების განმავლობაში, თუნდაც გარკვეული ხნის განმავლობაში, ესე იგი გამოვიდა რომ შალო ამონაშვილის მეცნიერული აზრი მართალი აღმოჩნდა, ესე იგი სულის პროდუქტი ყოფილა ჩვენი ფიქრები და აზრები ჩემო ძვირფასებო. აქედან გამომდინარე, ახლა თქვენს დააკვირდით. თუ ადამიანი ფიქრობს რა მოიპაროს, რა სარგებელი დარჩეს, აი როგორ დაწინაურდეს თანამდებობრივად,
როგორ მოიპოვოს პოლიტიკური წარმატება, გინდა არ გინდა მის თავში სულ ასეთი ფიქრები ტრიალებს. აი ზოგიერთი ადამიანი, აი სხვა ადამიანს როგორ უყურებს, იცი, იმისგან რა სარგებელი ნახოს. აი სამწუხაროდ ძალიან ბევრია ასეთი ადამიანი და ადამიანი შეხედავს და იტყვის, ეხლა აი ამას რაში მოუგო, აი სიტყვაზე რა სარგებელი დამიტოვოს ამასთან ურთიერთობამ. აი ესეთი. და ილია ჭავჭავაძემ კი ჩვენ სულ სხვა რამ გვასწავლა. გვასწავლა, რომ შენ სხვისთვისო, სხვა შენთვისო. ანუ შენ იმაზე კი არ უნდა იფიქრო, რომ იმისგან რა სარგებელი პირიქით, შენ რა სარგებელი მიანიჭო სხვაასო. იმიტომ რომ ეხლა ჩემოდ ვიფასებო, თუ ჩვენი ფიქრები, თუ ღმერთმა ჩვენს თავზე ყოველი ღერითმა დათვალა და ანა მარია ლომიძეს ეხლა რამდენი ღერითმა აქვს უფალს დათვლილი რო აქვს, შეიძლება ანა მარია ისე იყოს, რომ ჩვენი ფიქრები არ იცოდეს ღმერთმა? რა თქმა უნდა, არ შეიძლება, იმიტომ რომ ღმერთმა ჩვენი ყოველი ქმედება იცის. არ შეიძლება, ხო? ესე იგი, ნახე ჩემოდ ვიფასო რა საინტერესოა. თუ ჩვენ მარტო ჩვენ სასარგებლოდ ვიფიქრებთ და ადამიანებს ისე შევხედავთ, როგორც ესე იგი, რა სარგებელი დაგვჩეს, მაშინ გამოდის, რომ თენ ღვთაებრივ მადლს დავკარგავთ. და ღმერთმა კი სხვა დავალება მოგცა. იყარებოდეთ ურთიერთას. ერთმანეთი შეიყარეთო, ერთმანეთს მოემსახურეთო. ნახეთ, დიდ ხუთშაბათს მოციქულები დააყენა ღმერთმა იესო ქრისტემ და ფეხები დაბანა თვითონ. ეს ჩვენ ამით ნიმუში მოგცა, რომ თქვენ შორის ყველაზე წინდა, ყველაზე კარგი და ყველაზე წარმატებული ის არის, ვინც ერთმანეთს მოემსახურებით. ანუ ჩვენც ეს ნიმუში მოგცა მაგალითი, რომ ჩვენ უნდა ერთმანეთისთვის სასარგებლო ვიყოთ. იმაზე კი არ ვიფიქროთ, რომ ეხლა მე მათესგან აბა რა სარგებელი დამრჩეს, არამედ მე რა სარგებელი მივცე მათეს. გივი მასწავლებელს, ნანა მასწავლებელს გასაგებია და მეორე ნაირად კიდევ ისევ ილია გამახსენდა. ეხლა ილია ჭავჭავაძემ ასე გითხრა, რომ არც მოიცა გამახსენდეს, კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე. ყოველ დღესა შენ თავს კითხო, აბა დღეს მე ვის რა ვარგეო. ნახეთ, იმაზე კი არ იფიქრო, რომ იმისგან რა სარგებელი დამრჩესო, იმაზე იფიქრე, მე იმას რა კარგი გავუკეთო. აი ფიქრები უნდა იყოს ასეთი. ხო და ჩვენ ჩემოდ ვიფასებო, მის წინაშე რო წავსდგებით, ჩვენი ფიქრებით განვისჯებით. მარტო ქმედებით არა, მარტო წარმოთქმული სიტყვებით არა. ჩვენ განვისჯებით აგრეთვე რა ფიქრები და რა აზრები გვეტრიალებს თავში. აი კარგად რო დაუკვირდეთ, ადამიანი რაზეც ფიქრობს, გამოდის, რომ ისევ ის აზრები მოუვა და სულ მთელი ცხოვრება თუ სიკეთის აზრებშია გახლართული, სულ სიკეთის ცხოვრება ექნება, რომ სხვას რა სიკეთე შესძინოს და თუ კიდე როგორც გითხარით აქვს, მარტო თვითონ რა სარგებელი მიიღოს, შეიძლება მთელი ცხოვრება ასე იყოს ადამიანი, რომ აბა თვითონ რა სარგებელი ნახოს. აი რა შეჭამოს, რა დალიოს, როგორ დაწინაურდეს. ილია ჭავჭავაძემ ლუარსაბ თათქარიძეში ზუსტად ასეთი კაცი შემოგთავაზა, რომ კაცი ცხოვრობდა იმიტომ, რომ რა ეჭამა. ილიამ გითხრა, ეს კი არ არის კაცობა, კაცი იმიტომ ჭამს, რომ იცხოვროსო და არა იმიტომ კი არ ცოცხლობს, რომ ჭამოსო. აი ჩვენ უნდა კარგად დავაკვირდეთ ამ ყველაფერს. მე მინდა ახლა ჩემო ვიფასებო, სანამ უკვე თქვენთან გადმოვინაცვლებდე, სახარების ერთი პატარა მონაკვეთი გითხრა. ეს არის იგავი დიდარისა და ლაზარის შესახებ. ძალიან საინტერესო და მრავლის მეტყველი ასეთი ამბავია სახარებაში გადმოცემული. მოკლედ,
მდიდარი უკვე ხვდებით რომ შეძლებული კაცია ძალიან კარგად იკვებება მისი სუფრა სულ გაშლილია ნაირ-ნაირი საჭმელები აქვს იმდენი ძვირფასი რომ კი ძალიან უყვარს ჭამაც და ყველაფერიც ლუარს აქვს თათქარიძესავით მაგრამ იმდენი აქვს რომ ვერ ერევა და ვერ ჭამს ბოლომდე ანუ რჩება საჭმელები ხო და მისი მოსამსახურე ერთი ღარიბ ღატაკი ლაზარეა მაგრამ საჭმელები რო რჩება ლაზარეს კი არ აჭმევს ლაზარე მშიერ მწყურვალია აი როგორ იცი ჩამომხმარი და იმდენად უჭირს რომ მის ჭრილობებსო ძაღლები ლოკავენო აი ესეთი განსაკუთრებულად გაჭირვებული ადამიანი ხო და წარმოიდგინეთ საჭმელები რო რჩება დიდარს განააძლევს დარჩენილ საჭმელებს რომ ჭამეო ურჩევნია გადააგდოს და ლაზარე მშიერი დატოვოს და აი ამ პერიოდში გარდაიცვლება ჯერ ლაზარე ცოტა ხანში გარდაიცვლება მდიდარი და ეს იგავი ასეთ საოცარ ამბავს გვეუბნება ლაზარე მოხდაო სადაც მართალნი განისვენებენ და ძალიან კარგად არის ლაზარე ბედნიერად არის და ხო და მდიდარი კიდე მოხდაო სადაც ტკივილი და სიბნელე და ტანჯვა წამებაო და ძალიან უჭირსო აი უკიდურესად უჭირსო და დიდ მამამთავარს აბრაამს მიმართავს რომ მამაო აბრაამო მიდიოს ხახა მიშრება წყურვილისგან სხვა აღარაფერს დავეცებ ჩემ ტკივილებს და შიმშილს და უბედურებას უთხარი ლაზარესო რომ თითი ჩააწოს წყალშიო და 1 გრამი წყალიო მასხუროსო რომ იქნება 1 ყლუპი წყალი მაინც გადავყლაპო წარმოიდგინეთ როგორი დიდი განსაცდელი აქვს ხო და მამა აბრაამი ეტყვის რომ რა გინდაო ჩემო საყვარელო შენო წუთის სოფელში ხო კაი დრო ატარეო კაი ჭამე და კაი სვიო კარგად გაილახეო ხო და ეხლა სამართლიანად ისჯებიო და ლაზარესო წუთის სოფელში სულ მშიერი იყო სულ განსაცდელები ქონდა სულ ტკივილები ქონდაო ხო და ახლაო ისეთ ცხოვრებაში მოხდით რომ უკვე ლაზარემ უნდა გაიხაროს შენ ხო უკვე შენი ცხოვრება აი ესე გაატარეო მიგაჩნდა რომ ეს იყო კანონზომიერი ამიტომ და მაშინ ასეთ რამეს ეტყვის მდიდარი კარგიო მიხვდა რომ უკვე საშველი არ არის მაშინ ერთი თხოვნა მაინც შემისრულეო რომ ცოტა ხანი გამიშვიო რომ იქო ძმები მყავსო და ჩემი ნათესავები და ძალიან ახლობლები ოჯახის წევრებიო ხო და ცოტა ხანი მაინც გამიშვიო რომ იმათ უთხრაო რომ ასე ცხოვრება არ არის სწორი ცხოვრებაო რომ დაიწყონ ერთმანეთზე ფიქრიო რომ დაიწყონ საღვთო გზით სიარული იმიტომ რომ აი აქ ტანჯვაში აღმოჩნდებიან ზე ჩემთვის ვფიქრობ რომ მაინც გასამეტებელი კაცი არ არის იმიტომ რომ თვითონ კი იცის აღარ ეშველება მაგრამ სხვები თავისი კეთილი ხალხი არ ემეტება იქ მოსახვედრად სადაც თვითონ არის აი მაინც ალბათ ღმერთი ამასაც არ დაუკარგავს ხო და მამა აბრაამი ეუბნება რომ კაცო დიდი წინასწარმეტყველებიო აბა რატო გავაგზავნე მეო მე ღმერთმა რატო გამოაგზავნაო აბა ბიბლიაში რა გვიწერია სულ დიდი წინასწარმეტყველების შეგონებები გვიწერია რომ ასე არ მოიქცეთ აი ასე მოიქცეთ აი სიკეთეა აი სიყვარულია აი მოხმარება აი ესე უნდა მოიქცეთო თქვენო ხო და არაო მაინც მკვდრეთით რო აღდგებაო რატო არ უჯერებენო წინასწარმეტყველებსო და არაო წინასწარმეტყველები კი მეც ვიცოდიო არ უჯერებდითო მაგრამ აი მკვდრეთით რო აღდგებაო იმას ხვანაირად დაიჯერებენო იმიტომ ხო სასწაულია ხო მკვდრეთით რო ადამიანი აღდგება ხო და აი ასეთ პასუხს აძლევს მამა აბრაამი ჩემო საყვარელო თუ წინასწარმეტყველები გაუგზავნე და იმათ არ დაუჯერესო მკვდრეთით რო აღვადგინო ადამიანი და დავაბრუნო არც იმას არ დაუჯერებენ აი ასეთი ესე იგი ისტორია ასეთი აზრით თავდება ეს ჩვენი ისტორია
ეხლა ეს ამბავი რას გვაუწყებს? პირველ რიგში რაზე უნდა დავფიქრდეთ, ჩემო მათი? პირველ რიგში უნდა დავფიქრდეთ, რომ აქ ჩვენ დროებით ვართ მოვლენილი. მოვა დრო, როდესაც ჩვენი მიწიერი წუთი სოფელში ცხოვრება დასრულდება, როგორც არა ერთი და არა მილიონი და მილიარდი ადამიანის ცხოვრებას დასრულდა. ესე იგი, და თან ჩვენმა მამა-პაპამ რატო შეარქვა ჩვენ ცხოვრებას წუთი სოფელი? ესე იგი, წუთივით მალე დამთავრდება. და იქ სადაც მივდივართ, იმ სოფელს მარადიული სამყოფელი ქვია. მარადიული ნიშნავს, რომ არასდროს აღარ დასრულდება. ეგრე რომ ჩვენ სწორად უნდა გავატაროთ ჩვენი მიწიერი წუთი სოფელი, რომ მარადიულში დავიმკვიდროთ ადგილი, სადაც მართალნი განისვენებენ. აი პირველი აზრი ამ ამბავისა ეგ არის და ჩვენ ჩემო ძვირფასებო სახარება გვასწავლის, რომ პირველად ეძებეთო სასუფეველი ღვთისაო, ანუ ჯერ ეძებეთ ღმერთის წინაშე გამართლებული როგორ იყოთ და მარადიული აი ადგილი, სადაც ლაზარემ, სადაც მოიპოვა ადგილი, აი იქ როგორ მოვხვდეთ. თავარი ჩვენი საფიქრებელი ეგ უნდა იყოს. მეორე თავარი საფიქრებელი ასევე, ანუ მისი მსგავსი. აი ნიკოლოზ ბარათაშვილი, ჩვენ ტატოს რომ ვეძახი, ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავს ასეთი წარწერა აქვს, ნაწყვეტი მისი ლექსიდან. არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში, წუთი სოფელშიო რა, ქვეყანაზეო, და სოფლისთვის არა იზრუნოს. აბა ეხლა თქვენ უნდა გკითხოთ, რა აზრია ჩადებული ნიკოლოზ ბარათაშვილის ამ სიტყვებში. ვინ მეტყვის? სამშობლოზე ზრუნვა. ყოჩახ ჩემო საყვარელო, ესე იგი, მოდი, აბა თქვენ თუ მეტყვით, აი რითი შეიძლება სამშობლოს დღეს დავეხმაროთ? აბა სად უჭირს ჩვენ სამშობლოს და რითი შეგვიძლია რომ ჩვენ სამშობლოს ჩვენ დავეხმაროთ? მას ჩემი აზრით სამშობლოს ჩვენი ვით დაუდგებით გვერდზე პირველ რიგში სამშობლო უნდა გვიყვარდეს. აი ხო და რა იგულისხმება? აი შენ სამშობლო, რითი გამოიხატება შენი სამშობლოსადმი სიყვარული? რა შეიძლება შენ გააკეთო შენ ცხოვრებაში ისეთი, რომ ჩაგეთვალოს, რომ სამშობლოს სასარგებელი მოუტანი. აბა, აი მოდი დავკონკრეტდეთ რა. მას სამშობლო უნდა დავუწყოთ. ეგ უნდა მეცხრე და დავუწყოთ, ესე იგი, თუნდაც მებრძოლები გამოვიდეთ, ომში წავიდეთ, ჯარში წავიდეთ. აი კაცები თუ ვართ, ჯარისკაცები გავხდეთ. ჯარისკაცები კარგია. სამშობლოსთვის ვიბრძოლოთ და გავაკეთოთ ისეთი რამე, რაც სამშობლოს წაადგება. აბა რა, ხო და როგორ? ვიბრძოლოთ სამშობლოსთვის ისე სიკეთეები გავაკეთოთ. დავიცვათ ჩვენი სამშობლო. კი ბატონო, მოდი ჩამოვყალიბდეთ ერთი და იგივეები, აღარ გავიმო. პირველი ვიბრძოლოთ სამშობლოსთვის, თქვათ, კარგი მებრძოლები გამოვიდეთ და ვიბრძოლოთ. ყველანი რომ მებრძოლები გამოვიდეთ, ასე სამშობლოს ვერ უშველით ეს. მასწავლებელო, რასაც ვისწავლით ის რომ მოვახმაროთ სამშობლოს და იმ ჩვენი ცოდნით დავიცვათ სამშობლო მას. კარგი აზრია, ყოჩაღ მარიამ, ეს წინვალე ხარ შენ. მას ერთმანეთის მიმართ უნდა გქონდეს პატივისცემა და მეგობრული ურთიერთობა. ეხლა შენ თქვი ყველაზე დიდი მალამო, რაც ჩვენ ერთს ყველაზე მეტად ჭირდება, რომ ერთმანეთს გავაკეთოთ მას. ხო, ესე იგი რას ნიშნავს? აი ილია ჭავჭავაძე ჩემო ძვირფასო, ასეთ რამეს წერს, რომ ქართველებიო თელ ჩვენ ძალას ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ვხარჯავთო. წარმოიდგინეთ. ხო და ეხლა შენ ისეთი კარგი რამე თქვი, რომ ჩვენ თუ ერთმანეთს გაუფრთხილდებით, ჩვენ თუ ერთმანეთს მოვეფერებით, ჩვენ თუ ერთმანეთს ესე იგი სიყვარულით მოვექცევით, გამოდის რომ ჩვენ ერთად ჩვენი სამშობლოსთვის ძალიან ბევრ საქმეს გავაკეთებთ და აღარ დავხარჯავთ ერთმანეთის წინააღმდეგ მთელ ძალებს. ეს ძალიან კარგი, ესე იგი, რჩევაა.
აბა კიდე რა არის ისეთი აუცილ სწავლა? აი მოდი აი ისეთები რომ აი გული გაუტეხოთ აი ან მეგობარს ან ახლობელს ან საერთოდ ქვეყანასაც და ისე უნდა ვიყოთ რომ არანაირმა ქვეყანამ ჩვენთან ომი არ დაიწყოს. აჰა, ძალიან კარგი. ესე იგი, მშვიდობის გვიყვარდეს ერთმანეთი მას. შეგენაცვალე, ესა კარგი რამე გითხრა. ყველაზე მთავარი ნამდვილად უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს. ძალიან კარგი აზრი იყო. მას საქართველოში ხო გვაქვს კანონები დაწესებულები, აი მაგ კანონებს რომ დავიცავთ. ოჩახ, გიახ, დავიცავ. ბუნებაში ხო გვაქვს კულტურები, აი მაგ კულტურებს რომ დავიცავთ. ბატონო, ძალიან კარგი აზრია. ესე იგი, ნამდვილად სამართლიანობა დავიცავთ, წესრიგი დავიცავთ, ნამდვილად წესრიგი გჭირდება ჩვენ და ამაზეც გჭირდება. გარემოს დავიცავთ, ცხოველებს დავიცავთ. ყველაფერი უნდა დავიცავთ, რა თქმა უნდა, ჩემო ძვირფასებო. ეხლა, ჩემო ლამაზებო, ასეთი წერილი მივიღე მე კახეთიდან, იცით? ერთმა ბავშვმა, პატარა ბიჭმა, რომელსაც მე გურჯაანში შევხვდი, ასეთი წერილი მომწერა. უფრო სწორად ეს წერილი დედამ გადმომცა და მე რო გავკვეთილი აუხსენი, ამ ბავშვს ასეთი სურვილი გაუჩნდა, წერილი ზეცაშო წერია. აი მისი ფიქრები წერილში დაწერა. იმდენად ღრმა ფიქრები იყო და სევდიანი აზრები და ძალიან დამაფიქრებელი, რომ ჩემზე ძალიან იმოქმედა და მე აი პირდაპირ სახელმძღვანელოში შევიტანე და მინდა რომ ეხლა ეს წერილი წაგიკითხოთ, ამა ყურადღებით მოусმინე. წერილი ზეცას. გამარჯობა ღმერთო, მე ილია ვარ კახეთიდან. მინდა ჩემი გული გადაგიშალო. გაგიმხილო ჩემი ტკივილი, ჩემი დარდი. ჩემი მამა ავადაა. დედა სულ ექიმებთან დაჰყავს, მაგრამ ვერ შველიან. უცხოეთშიც იყვნენ, მაგრამ არაფერია სასიკეთო. მე ვიცი რომ შენ შეგიძლია მისი მორჩენა, მაგრამ ისიც ვიცი რომ შენ უფრო შორს შენ ისიც იცი, მამას მორჩენის შემდეგ როგორ წავა ჩვენი ცხოვრება. ჩვენ კი ეს არ ვიცით. არაფერიც არ ვიცით ჩვენ და არაფერიც არ შეგვიძლია უშენოთ. მე მჯერა შენ, მე გენდობი შენ და ვიცი რომ თავარი სხვა რამეა. როგორ დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული სამოთხე, როგორ აღვადგინოთ ჩვენთან კავშირი. ყოველ კვირა დღეს ჩვენ ტაძარში დავდივართ. სამების ტაძარში. ვიცი რომ სამება შენ ხარ და სამების ტაძარი შენი სახლია. მართალია მამა ვერ მეტყველებს, ვერც გვცნობს ვერავის, მაგრამ ტაძარში მაინც დავყვება და ერთად ვეზიარებ. ზიარება შენი სისხლი და ხორცია, ჩვენთვის ჯვარზე ნაწამები სისხლი და ხორცი. ვიცი რომ ჩვენი ცოდებით ტკიო და ჯვარცმულს და ითმენდი, ჩვენი სიყვარულით ითმენდი, ჩვენი გადარჩენის მიზნით. ზიარება სამკურნალოა და შეუძლია ჩვენი მორჩენა. ზიარებას მამას გამოკეთებად შეუძლია, მაგრამ რა კიღა მამა ჯერ ისევ უგონოდაა, ესე იგი ასეა საჭირო. ასეა ჩვენთვის უკეთესი. კიდევ ერთ ტკივილზე მინდა მოვწერო ღმერთო. ჩემი პატარა დაც შეუძლოდა. დედა სულ ექიმებთან ატარებს. მამას რომ მოიყვანს ექიმიდან, მერე ჩემს დას წაიყვანს და ასე დარბის წინ დაუკან. ჩემი პატარა და ლაპარაკობს, მაგრამ სულფასოვნად ვერ აზროვნებს და ამიტომ დედა სულ ნერვიულობს. როგორ უნდა იარო სკოლაშიო. ღამე ყველას რომ ძინავს, დედა ტირის. მას გონია მე არ მესმის მისი ტკივილი, მაგრამ მესმის. ვინ იცის როგორ უჭირს დედას და მე კი ვერაფრით ვერ ვშველი. კიდევ ერთი დარდი მინდა გაგიმხილო. ჩემი კლასელი გოგო მომწონს ძალიან. ცოტა ცელკი გოგოა, ოღონდ კარგად სწავლობს და ძალიან ლამაზი კაბები აცვია. მაგის კაბები რომ აფრიალდება, თვალები მიბნელდება. ვერაფერს ვერ გავხედავ და თუ არ გავერიდე იქაურობას, შეიძლება გონებაც დავკარგო. ამას ვერავეს ვერ ვეუბნები და ჩემთვის ვდარდობ. თუმცა
ისე ძალიან არა, როგორც მამის და დის მდგომარეობას. ყველაზე მეტად კი დედა მეწოდება. მამა და და ვერაფერს ხვდებიან და არც ნერვიულობენ ამ საკითხებზე. აი დედა კი სულ ტირის. მას გონია მე ჯერ პატარა ვარ და არ მესმის რა ჭირი ტრიალებს ჩვენს ოჯახში, მაგრამ მე ყველაფერს ხვდები. ახალი სასწავლო წელი ძალიან სასარგებლო და სასიხარულო გამოდგა ჩვენთვის. ახალი მასწავლებელი შემოვიდა კლასში და იცი, პირდაპირ შენი გაცნობით დაიწყო გაკვეთილი. სულ შენს ისტორიებს გვიკითხავს. ლოცვებიც გვასწავლა და ჩვენი თვალთა ხედვა მთლიანად შეიცვალა. იმედიანი და ხალისიანი გავხდი მეც. ეს შეხვედრა, მე და შენი შეხვედრა ჩემს გულში მოხდა. როცა ერთხელ მასწავლებელი ჯვარცმაზე და აღდგომაზე გვესაუბრებოდა, მოულოდნელად ჩემმა გულმა ვეღარ დაიტია შენი სიყვარული და ცრემლები წამომინიდა. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, შენი და ჩემი. იცი რა მიყვეს, როგორ ვიყავი უშენოდ. ახლა ჩემი მთავარი დარდი მინდა გაგიმჟღავნო. ჩემს სოფელში მთვრალმა ბიჭებმა ზემოთ ტყეში ძველი ეკლესიის კარი ჩამოტეხეს, შესაწირი ყუთი მოიპარეს და უპატიოდ მოიქცნენ. მთელი სოფელი შეშფოთებულია. დავიჭიროთ და დავსაჯოთო გაიძახიან. მე კი აირა მაწუხებს მათი ურწმუნოება. ეტყობა მათ არ იციან, რომ ეკლესია სახლია შენი, რომ მათ შენი სახლი გაძარცვეს, დაარბიეს. არ იციან, რომ სიცოცხლე მათ შენ აჩუქე. მათი ცოდვები შენ გააკარი ჯვარზე, იტკივილე და აღდგომით მოუტანე გზა გადარჩენის, სამოთხეში დაბრუნების. იმ ღამით ეს რომ მოხდა, ვერ დავიძინე. მათ ურწმუნოებაზე ვფიქრობდი და აღმოვაჩინე, რომ ჩვენი ოჯახის მდგომარეობა, ჩვენი ტკივილი და დარდი მათ შინაგან მდგომარეობასთან შედარებით გაცილებით მსუბუქია, გაცილებით იოლი. მე მათმა სულიერმა დაცემულობამ შემძრა. მეც ხომ ვიყავი უშენოდ. შენი წმენისა და სიყვარულის გარეშე და ჩემში აღმოვაჩინე, რომ ეს ტკივილი ყველა ტკივილზე უარესია. მასწავლებელმა წაგვიკითხა, ითხოვდეთ და მოგეცემათ, ხო დაგთხოვ, გონება გაუნათე ურწმუნოთ. აპატიე თავხედობა და სინანულისკენ მოაქციე ისინი. ახლა კი ვამთავრებ წერილის წერას და მინდა გითხრა, რომ ძალიან მიყვარხარ. მადლობელი ვარ ყველაფრისათვის. ეხლა პატარა მორალური დასკვნა ჩვენს გაუკეთეთ ამ წერის. ღმერთი თითოეული ჩვენთაგანის გადასარჩენად მოვიდა დედამიწას. იქცა კაცად, ჯვარზე გაეკრა, აღდგა. ახლა დგა შენი გულის კარების წინ და გელოდება. როდის გაუხსნი კარს, როდის შემოუშვებ გულში, როდის გაიცნობ და დაუმეგობრდებ. აბა დაფიქრდი ამ საკითხზე. ჩაიხედე შენში ღრმად, დაკვირვებით. მისწერე შენს წერილი ზეცას და გაიგე შენი შინაგანი მდგომარეობა. ხომ არა ხარ შენც უღმერთო, ურწმუნო, უზნეო და უსიყვარულო. აი ასეთი წერილი მოვივიდა ჩემო ძვირფასებო. ეხლა მინდა აბა თქვენ ამ წერილში რა დაგამახსოვრდათ და თქვენს გულში ყველაზე მნიშვნელოვანი ამ წერილმა აი რა შეგძრათ თქვენ, აი რა მიმოქმედა თქვენზე ყველაზე მეტად და რა იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პატარა ილიას ამბავში. მოდი ილიამ დაიწყოს, იმიტომ რომ ორივე ილია არიან და ერთი ჭიათურელი, მეორე გურჯაანელი. აბა ილია, აი შენ რა დაგამახსოვრდა? მასმე ძალიან მოხვდა გულთან, რომ აი ესე რო იყვნენ ბიჭები და ტაძრის კარი რო ჩამოგრიეს და კიდევ შესაწირი რონის გაიტანეს და ძალიან მეც მოხვდა გულთან და ანუ შენ ილიას აღწევებში რა მოგეწონა ყველაზე მეტად? აი ილიას ტკივილებში რას აღნიშნავდი? მისი ფიქრები, აი როგორი არის მისი ფიქრები, აბა? მას რომ ურწმუნოები იყვნენ. ის ბავშვები, ხო, ბიჭები, ვინც მოიტაცეს იქ ფული და რაღაც. შენი აზრით,
მათ არ უყვართ ღმერთი არ ასწამთ? ასწამთ, რადგან თუ ეწამებოდათ არც ეკლესიის კარს ჩამოიღებდნენ და არც შესაწირს გაიტანდნენ. აი სოფლელები რო იძახიან დავიჭიროთ და დავსაჯოთო ყველანიო შენს თანახმა ხარ მაგის რო დავიჭიროთ და დავსაჯოთ ის ბიჭები? არა, მასე კიდე უარესი. აბა რა გავაკეთოთ მას? მას ღმერთმა იცის ყველაფერი. კარგი, აბა ეკატერინე რა სიტყვის? მივანდოთ ღმერთსო. მას ამ ბიჭებზე ორი აზრი მაქვს. თან ამ ილიამ აღნიშნა რომ თვრალი ბიჭები იყვნენ და ჩემი აზრით სიმთვრალეში აღნენ ეკლესიაში და ეს კარები ხო ჩამოტეხეს და გაიტაცეს ეს შესაწირი და ჩემი აზრით მორწმუნეები იყვნენ და სიმთვრალის გამო გააკეთეს ესე და მეორე აზრი დიახ თქვით ანუ შენ ფაქტობრივად ეს სიმთვრალეს დააბრალე უფრო თორე როგორ გააკეთებდნენ ხო ამას იზა რომ გამოფხიზდებოდნენ მერე ინანებდნენ ეს რატო გავაკეთეთო ამას ამბობ ხო? დიახ და ჩემი მეორე აზრი ის არის ჩემი აზრით მორწმუნეები არ იყვნენ და ჩემი აზრით იმდანად ეზიზღეოდათ ღმერთი რომ წავიდნენ ეკლესიასთან ჩამოტეხეს კარები და მოიპარეს შესაწირი. და ბევრი სასმელები იყიდეს კიდე მაგ. ანუ საგანგებოდ ცუდად მოიქცნენ, როგორც იცოდნენ რომ ეკლესია ღმერთის სახლია და ნუ ფაქტობრივად შეიძლება შენი აზრით არ სწამდათ, იმიტომ გააკეთეს ღმერთი თუ სწამდათ, მაგრამ დაუპირისპირდნენ. ჩემი აზრით უფრო არ სწამდათ, იმიტომ რომ თვრალი კაცი უფრო ანუ თამხიზელია თან არა და ჩემი აზრით მაგდენს მიხვდება რომ არ ავიდეს ეკლესიასთან ჩამოტეხოს კარები და მოიპაროს შესაწირი. გასაგებია. აბა მოდი ახლა მაინტერესებს ერთი მარიამი რა სიტყვის, აი მარიამს გულზე რა მოხდა და მასწავლებელმა ის მომხდა გულზე რომ გული აუჩუყდა რომ ფული წაიღეს და მაგის გამო ვერ იძინებდა. აბა ელენე რას გეტყვის ჩემი მეგობარი ვარდოსანიძე შენ ამ ამბავში რა დაგამახსოვდა? დედის გულის ტკივილი, მაგრამ მე განსაკუთრებით გულზე მოხდა ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათი ხორცელი ტკივილი უფრო დიდი იყო და ის უფრო ბევრ რაღაცას განიცდი და ის მაინც ფიქრობდა, რომ უფალთან განშორება უფრო დიდი განსაცდელი იყო. ამაში ამართლებ ელენე შენს, რომ ის უფრო მეტია, ხო? დიახ. ხო, იმიტომ რომ აი ჯვარი წერია, როგორც არ უნდა გვიჭირდეს, ახლა თუ დავაკვირდებით ილიას ოჯახის მდგომარეობა, ძალიან მძიმე მდგომარეობა, ეს მართლა საოცარი რაღაც მოხდა ბავშვებო, მეც ვიცნობ მაგის მამას და სხვათა შორის მანანო მასწავლებელო ჩამოვიყვანეთ მამა ნიკოლოსთან ეს კაცი და იმდენად ვიტკივილეთ მე და ვლადი მანქანაში ჩავსვით და ეს ოჯახი ჩამოვიყვანეთ ყველამ რომ იქნება მეთქი მამამ და მამამ თქვა რომ ძალიან მძიმე სიტუაციაო პირდაპირ თქვა რა რომ ნახა მოდი აქაო დაუძახა იმ ბიჭს არ მოდიოდა რა ანუ როგორი ნამე მოვიდა იცით აი ჩვეულებრივად კარგი ბიჭი რაღაცა რა და უცბად გაერთიშა ყველაფერი და ვეღარ ცნობს ვერცერთ ოჯახის წევრს და ვეღარც მეტყველებს და ვეღარც ვერაფერი აი ესეთი უცნაური რაღაცა დაემართა ოღონდ ზამე ცუდს არ აკეთებს უბრალოდ აი ესე აი დამუნჯდა კაცი და მეგობრებს კი ცნობს მიდის სიტყვაზე სადღაც ოღონდ საწაო და სადარა არაფერს არ იძახის მერე ისე უბრუნდება სახში საჭმელს მიიღებს ყველაფერს თავის თავს ულის მაგრამ აი რო ცოლი ვინ არის შვილი ვინ არის რა გააკეთოს აი ესენი დაკარგა რა ეს უცნაური რაღაც ხო და წარმოიდგინეთ ახლა ელენე მე გთქვა რომ ამხელა ტკივილები პლუს დას დაემართა ამის დედა ხანიკით დადის ხანაკეთ დადის აი ესე მართლა მებრძოლი გოგოა და მაგარი ვაშკაცი გოგო არ ჩერდება ერთი წუთით
თან ბავშვები მაინც ტაძარში დადის, ის ბიჭი ხან მოყვება ქმარი, ხან არა წირვაზე. ხო და ესე მაინც აგრძელებს ბრძოლას, არხმას არ აყრის, იმედი აქვს მაინც, რომ რაღაცა ეშველება და მიუხედავად ასეთი სიმძიმისა, წარმოიდგინეთ ილიამ, ეგ თქვა ელენე, რომ გაიაზრა, რომ ამათ რთულ მდგომარეობაში ისინი არიან, რომელთაც სიმთვრალეში ეს საქციელი ჩაიგინეს. ელენეს როგორი ფაქიზი სამყარო აქვს და როგორი კარგად მიხვდა, რომ ბავშვს ისინი უფრო შეეცოდა. მე ძალიან მაინტერესებს დემეტრე რას იტყვის. ზოგჯერ ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ მათი ტკივილი პატარებს არ ესმის და ილიას მისი დედის ტკივილი და ტირილი ესმოდა. ხედავთ რა ჭკვიანია. ბავშვებმა წესით ჩემოდ ვიფასებო. ყველაფერი იციან რაც ხდება. ეხლა მე-4 კლასელია ილია და მე-4 და მე-5 კლასელმა ანა მარია მე ვთქვა, რომ ყველაფერი იციან, ისინი ხვდებიან დედა და მამა როდის კარგად იქცევა, როდის ცუდა, ერთმანეთთან რა ტკივილები აქვთ, რა ჭირი აწუხებთ რა, იმიტომ რომ ამას ბავშვები ძალიან კარგად ხვდებიან და ილიასაც როგორ აწუხებს, მაგრამ როგორ უშველოს არ იცით. თქვენ ხო არ იცით, როგორ შეიძლება ილიამს ჩვენ უშველოთ და ილიამ როგორ უშველოს ამ მდგომარეობას. ეკატერინეს ცოდნია, აბა ეკატერინე. ჩემი აზრით, დედა რო ესე წინ და უკან დარბის და არ ჩერდება, თვითონაც ხო იღლება და ჩემი აზრით უნდა მივიდეთ, მივეხმაროთ დედას, რომ უფრო დაისვენოს და ხო კიდევ ჩემი აზრით ღამღამობით ესე არ უნდა ინერვიულოს, იმიტომ რომ ილიას ეს ამბავი გულთან ხვდება და ეს ბავშვის ფსიქიკისთვის ძალიან ცუდი. კიდევ ასევე ჩემი აზრით თავის დასას ცოტა ვუმკურნალოთ, ხო, უნდა ვუმკურნალოთ ყველა მერთად. ან მოვეხმაროთ თავის დედას ამ ბევრ საქმეებში. კი ბატონო, ესე იგი აქ თუ დააკვირდით, აქ არის ნათქვამი, რომ ექიმებთან დაყავს ბავშვებო, სადაც მეუღლეც უცხოეთში წყავდა, მოძღვრებთანაც დაყავს, მონასტრებშიც დაყავს, ლოცვებზეც, სად აღარ დაყავს და პატარა გოგოც ხო ყველგან დაყავს და პლუს მუშაობს, წარმოიდგინეთ, აბა ვინ შეინახავთ ამ ოჯახს. ელენე ძაძამიძერას მეტყვის ერთი ძალიან მაინტერესებს. მომენატრა შენი ხმა. როგორ ხართ მას? მე ძალიან მომენატრეთ. დიდი სიყვარულით გავტყოთ. არ ვიცი, რო გისმენდით, ძალიან გაკვირვებული ვიყავი ილიას შინაგანის სამყარო, იმიტომ რომ იმდენად ფერადი იყო და ღმერთის არ ვიცი, იგრძნობოდა, რომ ეს ბავშვი ძალიან სხვანაირია. ჯერ მარტო იმის გამო, რომ ამდენი ტკივილი აქვს, ჯერ მარტო ამდენ ფსიქოლოგიას უყურებს, როგორ უმკლავდება დედამისი ამ ყველაფერს და იმის მაგივრად, რომ ღმერთს თქვათ, ამაზე უფრო მეტად ეხვეწოს. იმ ადამიანებზე ეხვეწება, ვინც ღმერთი არ უგრძნია და იცის რამხელა სიყვარულია და რამხელა ამაგია ან იმედი, რომ ღმერთი შენთანაა და იცის, რომ ღმერთის იმედზე რჩება საბოლოოდ. არ ვიცი რა უნდა დავამატო, იმიტომ რომ უფალმა უკეთესად იცის, იმდენად სპეტაკია ახლა ილიას სულიც და გონებაც, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს წერილი ღმერთთანაც ავიდა, მოусმინა კიდევაც და დარწმუნებული ვარ, რომ შინაგანად იმხელა თითბოს და სიყვარულს მიანიჭებს, რომ ამ ყველა ტკივილს გადაფარავს. როგორც მოველოდი ელენემ ისეთი რამე თქვა, რომ სახტად დამტოვა და ყველა ძალიან მე გამიხარდა, რომ ეს წერილი ღმერთამდე ავიდოდაო და ალბათ ავიდა კიდეც და ღმერთი თუ ჩაერია საქმეში, ვიცი რომ ყველაფერი. მანანა მასწავლებელო, მე მინდა თქვენ ახლა გაიხსენოთ ჩვენი ლაგოდეხის ბანაკში მარიამმა რა თქვა. მარიამმა თუ გახსოვთ, რა დავიწყეთ მაგას, აბა თქვენ მინდა რომ უთხრათ ბავშვებს. ხო, მარიამმა საღამომშვიდობის ყველას მოგესალმებით. მარიამმა ერთ საოცარი ფრაზა თქვა, კი, რომ ცოდოა ის ადამიანიო, ვისაც კიდევ ამ ქვეყანაზე არსებობენ ისეთი ადამიანები, ვინც ეკლესიაში რო არ დადიან, ანუ ღმერთს ვინც არ ცნობს.
და ნამდვილად ასია. ხო, მე დავეთანხმები მარიამის მოსაზრებას სრული 100%-ით, იმიტომ რომ ნამდვილად უჭირს იმ ადამიანს, ვინც არ იცის ღმერთის სიყვარული და რაოდენ დიდი მოწყალეა უფალი ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერი გასაჭირის დროს, ნებისმიერი განსაცდელის დროს, ხო უფალი არასდროს არ გვტოვებს. და აი ამის შეგრძნება როცა ადამიანს არ აქვს, მე ვთვლი, რომ აი სწორედ მაშინ უჭირს ყველაზე მეტად ადამიანს და მართლა გულსატკენია აი ეს მომენტი. მე ის დამამახსოვრდა, რომ მარტო თავის თავზე არ ფიქრობდა და სხვაებიც ეცოდებოდა, რომ სულსაქციელებს ჩადიოდნენ. ყოჩაღ, აი შოთამაც ზუსტად ის ყველაზე მთავარი მუხტი დაიჭირა, რომ ესე იგი მიუხედავად თავის მძიმე მდგომარეობისა, წარმოიდგინეთ ილია ღმერთს სხვაზე სთხოვს რა. და იმით მდგომარეობა, ალბათ ეს ზუსტად ის არის ბავშვებო, რასაც ილია მართალმა რო გითხრა, რომ შენ სხვისთვის და სხვაში. და ასეთ ადამიანს ალბათ ღმერთი არც მიატოვებს, იმიტომ რომ თან კიდევ ერთს გეტყვით, რომ ისე გიყვარდეთ ერთმანეთიო, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენო, ღმერთმა თქვა. და ღმერთმა ხო ჩვენ თავგანწირვით შეგვიყვარა. ხო და ალბათ აი ილიას ამ პატარა სევდიან წერილში, ალბათ ეს იგრძნობა, რომ მისთვის ყველაზე მძიმე ტკივილი მაინც ურწმუნოებაა და ალბათ არიან ასეთი ადამიანები ჩვენს ირგვლივაც და ჩვენ დაფიქრება შეგვიძლია კიდე. აბა ალეკო რას გვეტყვის? ალეკო მარკო. ეს ჯავახი ბიჭები არიან, ჩვენი საყვარელი ბიჭები და მიხარია, რომ აქ შემოდიან ხოლმე განსაკუთრებით დიდი ძალა არის ჩვენთვის და მას აღარ მე არ ვესწრობოდი გასული ვიყავ მას და ალეკო იცი რა მითხარი შენ? აი შენ ფიქრებში რა ხდება? რაზე ფიქრობ ხოლმე შენ? აი მარტო რომ დარჩები ხო რაღაცებზე ფიქრობ ადამიანი. შეგიძლია გითხრა აი შენი ფიქრები როგორია, სად წდება, რას უკავშირდება. დღეს ფიქრები გვაქვს გაკვეთილი და აი ჩვენ ერთ-ერთი წერილი წავიკითხეთ, აი პატარა ილიამ მეოთხე კლასელმა ბიჭმა ღმერთს მიწერა წერილი ზეცასო. და თავისი მთელი ტკივილები და სევდა აი ამ წერილში ჩაწერა და შენი ფიქრები სად მიდის? აბა გითხარი, შენი ფიქრები როგორია, რა ფერია? მას როდესაც მარტო არ დავფიქრობ საქართველოს ისტორიაზე და ასეთ საქართველოს ისტორიაზე ვფიქრობ უმეტესად, რომ საქართველო როგორ მოვიდა, როგორ მოაღწია აქამდე ამდენი მტერი ყავდა, ამდენი ბრძოლები იყო მეთქი და აი ამაზე ვფიქრობ. და როგორ გადარჩა, ხო, საკვირველია მართლა. შენი ვინ დაგვეხმარა ალეკო? ვინ შეგვეწია, რომ დღემდე მოვსულიყავით? მერტი ყოჩაღ, აი მე ახლა გამახსენდა ეს დიდი უცხოელი მეცნიერი, მკვლევარის და დიდი ისტორიკოსის აზრი, რომ ვისაც ღმერთი არ ასწამსო, ნახეთ რას წერს. უცხოელია ფრანგია. წაიკითხეთ საქართველოს ისტორიაო, აი ალიკომ რას თქვა. და ეგრევე ღმერთს ირწმუნებთო, იცი რა ჩადო ამ სიტყვებში. იმიტომ რომ ღმერთი რო არ იყოს ეს ქვეყანა ვერ გადარჩებოდაო. ანუ მარტო ღმერთის გადარჩენილიაო, თორე იმდენი მტერი გვიტევდა, ისეთი მრავალრიცხოვანი გარშემო იქიდან აქედან, რომ ჩვენი გადარჩენის აი ისტორიას რო წაიკითხო, როგორ გადარჩა ეს ხალხი? იძახი. და ალიკომ სწორედ ხო ჩვენ ღმერთმა გადაგვარჩინა, თორე ადამიანურად ეს ყოვლად წარმოუდგენელი და შეუძლებელი იყო და წარმოიდგინეთ ჩემო ძვირფასებო, ეხლა აღდგომა რო გვექნება 1700 წელი გვისრულდება, რაც საქართველოს თავის სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა გამოაცხადა. 1700 წელი. ეს ხო არ არის პატარა დრო. და საერთოდ 2000 წელია რა ჩვენ ქრისტიანობას ვინაჩუნებთ, უბრალოდ სახელმწიფო რელიგიად რო იქცა. ჩვენი რელიგია 1700 წელი და აი ალიკო რა მაგარი ბიჭია, რომ ამაზე ფიქრობს ხშირად და მართლაც საყვირველია. როგორ მოვხდით, როგორ მოვედით აქამდე. საღამოშობით. მოგიკითხავთ ის დიდი სიყვარულით. რა ვიცი, ჩემი ფიქრი ყოველთვის არის მომავალი თაობის შესახებ, რომ
ეხლა ძალიან ისეთი ბრძოლები რუს ყოველდღიურად ამხელთაობასთან რომ ვცდილობ მაქსიმალურად ბავშვებში ჩავდო ის რომ სწორი გზით დავიდნენ რომ რწმენით და უფლის სიყვარულით იცხოვრონ. ენაცვალენი იმდენად ასეთი გოგო ხარ შენ რაც გვიცნობთ და აი ღმერთმა იმიტომაც მოგმადლა ეს სიყვარული რომ შემოიკრიბე შენი პატარა მარგალიტები გარშემო და ძალიან გვიხარია რომ გომი ერთ-ერთი წარმატებული და ყველაზე ასე ვთქვათ განსაკუთრებულია სამშობლო ცოდნეობის ჯგუფში. ჩვენ ნახეთ რას გვეუბნება ღმერთი იყავით სრულყოფილი ვითარცა მამაი თქვენი ზეცთა სრულყოფილავს ანუ ჩვენ რა გვევალება ღვთისგან მიმევსგავსოთ ღმერთს იმ სათნოებებში რაც თვითონ ღმერთს აქვს ანუ ღმერთი როგორც ითმენს ჩვენს ცოდვილ ცხოვრებას და ელოდება ჩვენ სინანულს ასევე ჩვენს ნებისმიერმა უნდა შევძლოთ რომ დაველოდოთ იმ ადამიანებს შევაგონოთ ვასწავლოთ ქრისტეს სიტყვების ახარება, რომ ისინიც მოეგონ გონს, მოვიდნენ აზრზე და შეინანონ და ამის გამო დიდი სიხარული მიიღონ. იმიტომ რომ არც ერთი, ჩვენ ბევრჯერ აქვს თქვენთვის ლექსოსთან თქვა, არც ერთი ადამიანის დასჯა არ მოინდომოთ და თუ არა რამდენსაც მოინდომებთ, იმდენჯერ მეტი სასჯელი ჩვენზე მოიწევა, ხო? ამიტომ ჩვენ როგორც გვინდა სხვისთვის, ისე ანუ ჩვენ როგორც გვინდა რომ გვექცეოდნენ, ისე უნდა მოვექცეთ სხვას. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში კარგად დაფიქრდით და გაანალიზეთ, რომ ღმერთს ყველას და ყველაფრის პატიება შეუძლია და თქვენც იყავით ესეთი მიმტევებლები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგურთხოთ და გაგახაროთ და მშვიდობა მოგცეთ. ენა აზროვნებს ბევრად უფრო ღრმად, ვიდრე ცალკეული პიროვნება, თუ გინდ გენიალური. იტყვის რომელიმე მემატიანე, დავით აღმაშენებელმა განამტკიცა ხელმწიფება საქართველოსი. ამავე დროს მიმართავს რომელიმე დიასახლისი თავის გოგონას. შვილო, თქვილი გამტკიცე. აქ პირველ შემთხვევაში მტკიცება იგულვებს გამაგრებას, მეორე შემთხვევაში გაწმენდას. გამოდის, რაც მტკიცი არის, ის წმინდა და რაც წმინდა, მტკიცე. ვინ გაიაზრა ეს? ყველა ჩვენგანს ენა უკვე ქმნილი ხვდება წინ. ყოველი ენა უფლის საღმრთო კეთილ განგებულებითაა შექმნილი და მას იმთავითვე მინიჭებული აქვს მისია, რომელიც ერმა კეთილი ნებით უნდა ამოიცნოს და საღმრთო სიყვარულით ანთებულმა განახორციელოს. ესაა ჭეშმარიტი სინერგია, ღვთისა და კაცის ნებათა თანხვედრა და ენაც ამ სინერგიის მატარებელი და გამომხატველია. ათასწლეულებს ითვლის საქართველოს ისტორია. ჩვენმა კულტურამ ყველა დროსა და იდეოლოგიას გაუძლო. აქედან გაიტაცეს არგონავტებმა ოქროს საწმისით საიდუმლო ცოდნა და მედიცინა, რომელსაც თან გაჰყვა საქართველოს საკვირველი მცენარეულობის იდუმალი სამკურნალო მეთოდი. ეს მცირე, მაგრამ მშვენიერი ქვეყანა ცივილიზაციათა შესაყარზე მდებარეობს. ალბათ ამიტომაც სწორედ აქინება უფალმა კვართის დაფლვა. სწორედ უფლის კვართი აცხადებს საიდუმლოდ ქართული ენის თვისებას. ჯვარცმას ამ ქვეყანაში, რაც აღდგომით უნდა განსრულდეს მარადიულობაში. სწორედ ეს მემსხვერპლეობაა ის არსებითი, რასაც ქართველი სოფლიური ცხოვრება ემსახურება. მითოსი კოსმიური ამბავია, კოსმიური და არა ისტორიული. ძველი რომაელი ავტორი საულუსტიუსი ეხება ატისის მითოსს, ეუბნება მკითხველს, ეს არ ყოფილა, ხოლო არის ყოველთვის. აი ზედმიწევნილი ფორმულა მითოსისა. უხსოვარ დროში საულუსტიუსის დაბადებამდე ქართველი დედა ასე მოუთხრობდა შვილს. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. მამა ღმერთს ერთი დევი ყავდა. ესე იგი მითოსი საულუსტიუსამდე გაუგია სწორედ ქართულ გენიას. განვიხილოთ ახლა პრომეთეს მითოსი. პრომეთეს ქართული ვარიანტია ამირანი,
რომელიც მიჯაჭვულია კავკასიის ერთნაპრალზე. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მჭედლების სიმბოლურ ჯაჭვს ჭედენ. თუ ამ ირანმა აიწყვიტა, ახალი ჯაჭვი მზად გვექნებაო ამბობენ. ეს ვარიანტი საოცარია და თანაც საცნაური. საოცარი, რადგან მითოსი აქ კულტურ ქმედებაში გადადის. ჩვენი ეპოქის ბოლო დრომდე მჭედლები საქართველოში მართლაც სჭედდნენ ასეთ ჯაჭვს. საცნაური, რადგან საკვირველი. პრომეთეს, რომელმაც ცეცხლი მოუპოვა კაცობრიობას, ქართველი ახალი ძალით უგრძელებს მიჯაჭვულობას. საკვირველება ადვილი ასახსნელია. პრომეთეს შინაგან არ მოუპოვებია ცეცხლი მსხვერპლის გზით. მან ის ძალმომრეობით მოიტაცა. პრომეთე თაუნებაა. ქართველი კაცის ცხოვრების თვისება კი მემსხვერპლეობა. ევროპელი მკვლევარნი თავს იმტვრევენ ახსნისათვის იმისა, თუ რატომ უკორტნის არწივი პრომეთეს მაინცა და მაინც ღვიძლს. ქართული ენის გენია ამასაც ხსნის. ყოველ ორგანოს ადამიანისა ეს სიტყვება რომელიმე ფსიქიური მოვლენა. მაგალითად, ნაღველს ნაღვლიანობა. ღვიძლი ორგანოა სიფხიზლეს. თუ ღვიძლი დაგიზიანდა, ცნობილია ეს, უძილობა გემართება. ღვიძლი, ღვიძილი. ეს გენიალური ტყუპი ქართული ენისა ერთი მოჭრით ხსნის საიდუმლოს. ეკლესიური სწავლებით მღვიძარება უდიდესი სათნოებაა. ეს არის ღმერთის არ დავიწყება. ესე იგი, ქართველმა კაცმა შინაგან იცის ღვთისმორჩილების ფასი და მისი საწინააღმდეგო თავნებობა ამ ირანის სახით მიაჯაჭვა კლდეზე. რითაც იჩენს სიფხიზლეს, რათა ღვთის მარადიული სული მიიტანოს ცათასასუფეველში. აქ ერთი მოქნევით ახსნილია წუთისოფლის მთავარის აზრისი. ქართველს სწორედ ისახარებს, რომ არის საერთოდ. ეს სიხარული ჩვენში ისეა გამჯდარი, რომ ჩვენ ხშირად ყვავილზე თუ საერთოდ მცენარეზე მაგიერ ამისა იზრდება, ხმარობთ, ხარობს. ორფეოსი საქართველოში ყოველდღე იბადება. გაახარე, გაიხარე. აი მთავარი ხტილი ქართული ბუნებისა. ეს მეტყველებს შეუწყე ხელი სხვის ზრდას, რათა ამით თვითონ იზრდებოდა. ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ იმათ ტრადიციას, იმათ ვენაცვალე, იმათ ძალას ვენაცვალე, რომ ეს ეკლესია აგვიშენეს. და მარიკოვის მონოდეს რა იყო მომზანებული გავით და რა გიორგი დიდება გქვა. მუშაობის სტაბილიზაცია გაიხარეთ Nai 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 nai